გამარჯობათ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს. მე და გიორგი ბარდაძე შევეცდებით, რა ვიცი, ის რაც ტკივარას გვაწუხებს და როგორც ხედავთ ამ სამყაროს, ამ ქვეყანას და ჩვენ საქართველოს, აი ეს რაღაცნაირად წარმოვაჩინოთ, ოღონდ არა უფრო ალბათ ჩვენი აზრები და ჩვენი შეხედულებები, არამედ უფრო ის თუ როგორ გვასწავლიან, რას გვეუბნებიან და როგორ გვირჩევენ და რას მიგვითითებენ ჩვენი წმინდა ბერები, წმინდა ადამიანები. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მხედველობაში გვყავს პერი გაბრიელი, ჩვენი თანამედროვე, რომელთანაც უშუალო შეხებები გქონიათ ჩვენს მეგობრებს, მათ შორის გიასაც და აი ამ მხრივ არის საინტერესო, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ თემის გაცოცხლება. ბერის გონების შუქზე, ასე ვთქვა. იმდენი, რამდენი როგორც ჩვენ შეგვიძლია, როგორც ჩვენ ვიგრძენით და ვისწავლეთ თქვა ბერისგან. აი დღეს მინდა გია ვისაუბროთ მეფეზე, ეს ახალი თემა არ არის საქართველოსთვის და არის ისტორიული თემა და დღესაც არის ძალიან აქტუალური, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს ისეთი თეორიული მიდგომა, აი როგორი იცი, წიგნიერი, ასე ვთქვათ, მიდგომა, წიგნობრული უფრო ზუსტად. და სინამდვილეში აი ეს მეფობა, ზოგს რო ეთქვი მეფე, ითქვის მაშინ პასუხობს, რომ ეხლა კიდე მეფის რჩენა გვინდა და ეხლა კიდე მეფის, ანუ გაკარიკატურებულია, გაშარჟებულია ეს წმინდა თემა და მე მინდა გია უბრალოდ შენ მეხსიერებაში ამ თემის ირგვლივ რაც დარჩა, ვთქვათ, ბერ გაბრიელთან ურთიერთობის შედეგად, აი ამაზე შენი მოგონებები გაგვიზია. კი, გეტყვი რაც მახსოვს ლაზარე. კელიაში როგორც თქვი ხო მიდიოდა დიდი სწავლება, დიდი გაკვეთილები ხო მამა გაბრიელის მხრიდან და ერთხელ თქვა რომ ასე ჩვენ ხო მიჩვეული ვიყავით, ასე ვთქვათ, ჩვენი თაობა ხო? ჩვენი თაობა ითქმის თუ შეიძლება თუნდაც უფროსი თაობა ხო? ყველა თაობა კომუნისტების დროს ვინც ცხოვრობდით, ამენც დაიბადა და ასე ვთქვათ, კიდე თითქოს გადმოდის ხო ეს ინერციულად, რა ვთქვათ, შეიძლება საერთოდ არ დაბადებულა ადამიანი, მაგრამ იმ ოჯახში იზრდება, სადაც ვთქვათ ეს კომუნისტური აზროვნება ქონდა ხალხს და ძალიან ძნელია ახლა იმათთვის, ჩვენთვისაც ძალიან ძნელი იყო, ხო, გაუგებარი იყო, რომ როგორ შეიძლება მეფე ყოფილიყო საქართველოში. ხო, ისტორიიდან სწავლობ, ეს ძალიან მოგწონს, რომ იყო, ვთქვათ, მაგრამ არ წარმოგვიდგენია. მაგრამ არ წარმოგვიდგენია ესეთი რაღაც, ხო? ხო და მამა გაბრიელი ამბობდა, ესე კატეგორიულად ამბობდა მამა გაბრიელი, რომ მაშინ რაში გჭირდებაო, ხო? თამარ მეფე და დავით აღმაშენებელიო. ამოთხაროთ მაშინ მიწიდან დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე. ესე იგი, მეფე სკიპტრაო იძახდა. ის რაერიაო, რომელსაც სკიპტრა არ აქვს, რა? აი ესე იძახდა. მაშინ ამოთხაროთ დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე. და შემდეგ უფრო აი მამა ნიკოლოზ ხო მამა გაბრიელის მოწაფეს რა თქმა უნდა უფრო ბევრი სმენია ხო მამა გაბრიელისგან და ნუ იმას რო შეუგრძნია ჩვენ ასე ვთქვათ სად შეგვიგრძნია ჩემ აზრს ვიძახი და მასეც არის რაც მამა ნიკოლოზმა შეიგრძნო და რაც მამა გაბრიელმა გადასცა ხო მამა ნიკოლოზს და აი მამა ნიკოლოზს აქვს ესეთი სიტყვები ჩემთან ნათქვამი იციო დავით აღმაშენებელიო რამხელა დიდი წმინდა მეფე იყო აი რო ამბობენ რომ სტოვრები ყავდაო დავით აღმაშენებელსო და ის სტოვრები იგებდნენო ყველაფერსო სტოვრები კი არ იგებდნენო ცოლ-ქმარს რო ერთად ეძინაო ლოგინშიო ეშინოდათო ლაპარაკისო ჩუმად იყავენ მეფე მარ გაიგოსო ესე იგი აზრებს ხედავდა მეფე გამიგე ლაზარე რა საინტერესოა ხო წმინდა იყო რა თქმა უნდა წმინდა ეხლა ვერ წარმოუდგენიათ რომ ხალხს ან თუნდაც მე ვერ წარმომედგინა ან შეიძლება ეჭვი შეგეპაროს რომ როგორ ამხელა ომებია გადახდილი ამხელა ვთქვათ დახოცილი ხალხი ან მკაცრად მოქცევა ხო მაგრამ ეს ძალიან რთულია ხო მისი ჯვრისგან გამომდინარე ალბათ იმიტომ რომ ის იყო მეფე და მხედართმთავარი და მას ჰქონდა თავისი ჯვარი მძიმე ჯვარი რა თქმა უნდა ჩვენ როგორ გავიგებთ ახლა იმას ღმერთმა იმას როგორ ჩაუთვალა ხო და რას ამბობ მეფე არის ქვეყნის მზრუნველი აი მამა ნიკოლოზმა მითხრა ეს
მეფე არისო ქვეყნის მზრუნველიო, მამა და პატრონი. ღმერთისგან აქვს ქვეყანა ჩაბარებული პირიქით, მეფე უნდა გაიზარდოს ერში, რო ამბობენო, რომ ესე იგი ერისტკივილი და საზრუნავი უნდა დაინახოსო რა. მეფემო ხო უნდა გაიზარდოსო. საზრუნავი დაინახოსო, ერისტკივილი და საზრუნავი კიდევ მეორე. რომ ამბობენ მონასტერში გაიზარდოსო, ესე იგი მონასტერში გაზრდა, ხო? იქნება როგორი, ვერ დაინახავს ის ერისტკივილი საზრუნავს. თვითონ ბავშვობიდან რომ მონასტერში გაიზრდება, ცხოვრებისეული პრაქტიკა არ ექნება, ხო? ხო, ალბათ. რომ ცხოვრებას მაინც თავისი ცოდნა აქვს, თავისი შინაარსი აქვს, თავისი სკოლა, თავისი, რომელიც კი მონასტერი უმაღლესი სკოლა, მაგრამ კი, რა თქმა უნდა, მონასტერი უმაღლესი სკოლა და შეიძლება ითქვას იქ ათეული წლები იყვნენ ბერები, ხო? მონასტერში რომ სანამ თქვა სული წმინდის მადლს არ მოიპოვებდნენ, თვითონ სული წმინდა არ ჩავიდო და იქამდე ისე ვერ განათლდებოდა, რომ ხო, მე ჩემი ცოდნით ვამბობ ამაზე. ასე თუ ბაგრატიონი ის ნამდვილი ბაგრატიონია თუ არა, იცის წმინდანმა. ესე იგი თვითონ ბაგრატიონი, ხო, იცის წმინდანმა. ბევრია გვარგადაკეთებული და ბევრია ისეთიც, რომელმაც არ იცის რომ ბაგრატიონთა და ბაგრატიონი. და ბევრიც ფარავს თავის ბაგრატიონობას. ესე იგი ვიმეორებ. ბაგრატიონი ის ნამდვილი ბაგრატიონია თუ არა, იცის წმინდანმა. ესე იგი თვითონ შეიძლება არც იცოდეს ბაგრატიონმა. ვინმე რომ ის არის ბაგრატიონი. ანუ ისე იყოს დაფარული. რა თქმა უნდა. რომ მისგანაც იყოს დაფარული ეს იყო. კი, რა თქმა უნდა. ეს ალბათ მაინც გარკვეული ჯავშანია რა. კი, ეს რომ გამჟღავდეს შეიძლება ის ან მოესპოთ ადრე, ან შეიძლება ეხლაც იყოს, ხო, თავისებური დევნა, ხო? რატო არ იქნება თუ კი ნამდვილი მართლმადიდებელი მეფე სამყაროში აღარ არსებობს და რა არის არაბუნებრივი მაგაში და რეალური. ხო, აბარა არ არსებობს და დევნული იქნება რა თქმა უნდა. დევნულია. კი, დევნული. ფაქტობრივად დევნულია. აი, ამბობს მამა ნიკოლოზი, მაშინაც მე მითხრა იმ წლებში, როცა მდუმარებაში არისო მამა ნიკოლოზი, რომ იმიტომ რომ დღესაც დევნიან ბაგრატიონებს. აი, მე ჩემთვის ახლა ცოტა რთული იყო, ხო, როგორ შეიძლება ახლა დევნა იყოს ბაგრატიონების, ხო? მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, აი ლიტერატურას და თუნდაც ახლა ჩვენ აქ სურათია გაკრული ერეკლე მეფის ბოლოშვილის ალექსანდრე ბაგრატიონის, რომელმაც წარმოგიდგენია, ხო, აი შენს გვერდზე ხო ალექსანდრე ბაგრატიონის სურათია. ძალიან მიყვარს ეს სურათი. ჩემ ბავშვებსაც სულ ვეუბნები, აი ნახე რა მაგარი ქართველი იყო და ამაგარი კაცი იყო და რაღაც მოგონებებიც არსებობს მასზე. ჯერ კიდე არ გამოსულა სრული ლიტერატურა, რომ გამოვიდა წიგნი, მაგრამ არ იყო იქ დაწერილი ესე კარგად, როგორც კი სკერლი ესეთი ბევრი ცნობები იყო და 60 თუ 60 წლის განმავლობაში ეომებოდა რუსებს. ესე იგი რუსებმა, მეფის რუსებმა ყველა დაიჭირეს, ყველა ბაგრატიონი. გადაასახლეს ყველა. ყველა მერე ზოგი ოჯახო თუ შვილძიროდ წავიდა ამ ქვეყნიდან და მარტო ზოგი და ზოგს ვამბობ. ესე გაანადგურეს ფაქტიურად ბაგრატიონები და მეფის რუსეთის მთავრობა. გაანადგურეს როგორ ახლა მეფის რო ამბობენ ერეკლე მეფის მეუღლესაც ხო განეკითხავენ, რომ აი ერეკლე მეფე დადიოდა თითქოს მეუღლის აზროვნებაზე და ჭკუაზე და ხო ახლა ერეკლე მეფე თურმე ისეთი იყო, რომ ევლო თავისი მეუღლის ჭკუაზე რა და მაშინ ღმერთი მისცემდა იმას ხო ბაგრატიონების ტახტს, თქვა თან თუნდაც მერე განადიდებდა იმის სახელს ისე როგორც არის ახლა ერეკლეს ხალხს ეხლაც უყვარს ერეკლე მეფე. ხო, ეხლა ხო. და ნუ ეს მოხუცებული მეუღლე ხო დაახლოებით 80 წლის იყო და ურმით წაიყვანეს რუსეთში და ნუ მაშინ ესე იყო და ურმით თუ ცხენელი თუ როგორც იყო, მაგრამ ურმით ვიცი რომ აი ეს ძალიან ბევრი საგნები და რაღაც ესეთი. ხო, ნუ მოკლედ აი არ შეურიგდა ალექსანდრე ბაგრატიონი ერთი, ასე ვთქვათ. ესე იგი იმას ჰქონდა ის ძალა, ხო, იმას ჰქონდა გენეტიკურად ჰქონდა მებრძოლის სული. ხო, რა თქმა უნდა. და ირანში ეს პრაქტიკულად გარდაიწყო. შედეგად მიიღეს მგონი ის, რომ პირდაპირ დაირიბათ, რომ ჯერ თავისი მეფე მოაკვდინეს ფაქტობრივად შეიძლება იყოს და მერე ისე ნახევრად სერიოზულად რომ თქვა და ნახევრად ხუმრობით, მე მგონი
ყველა ბაგრატიონი ერთად მიიღეს მაინც სტალინის სახით ის ხელმძღვანელად კარგად ამბობ. ხო დაანახა. ანუ არაფერი არ იკარგება ეხლა მაგის იმედით კი არა წვენით ცხოვრობთ რომ არ იკარგება ეხლა კი ფიზიკურად შეიძლება შეეხენ ბაგრატიონებს მაგრამ არა მგონია რომ მათ და ან ვინმე დედამიწის ზურგზე შეძლოს ამ თქვათ გენეტიკური შტოს მოსპობა. არ წარმომიდგენია, მაგრამ კი არა მინდა ეხლა რა გამახსენდა უბრალოდ. გითხრა ესე იგი მამა ნიკოლოზს ერთხელ ვკითხე მეფის შესახებ ეს ადრე ცოტა როცა პირველი შეხვედრა მქონდა ისეთ პოლიტიკურ თემაზე კითხვები მქონდა და საერთოდ რა გაგებული მაქვს და მეგონი ბერი გაბრიელიც ამბობდა ამას და შეიძლება შენი ხურით ეს გაქვს მოისმენილი რომ და ახლაც თქვი რომ ესე იგი წინასწარმეტყველმა უნდა დაინახოს რა და დაასახელოს ნამდვილი ბაგრატიონი და თანაც ისიც თქვი შენ რომ ესე იგი ის ცხოვრებას მამა ნიკოლოზმა თქვა რომ უბრალო ცხოვრებას უნდა ეცნობოდ უნდა იცნობდეს წვდომა უნდა ქონდეს ნამდვილ ცხოვრებაში ხო? ხო აი ხალხის გაჩვენება ხალხის წყალში ხო უნდა იყოს გაყვეული და ერთხელ რო ვკითხე მამა ნიკოლოზს მეუთხარი როგორ იქნება ეს მეფე მეთქი ხლა რა არიცი აი ეს არის სწორედ რომ ჩვენმა მამებმა აი რო ამბობს თქვა დავით აღმაშენებელზე არა მამა ნიკოლოზი თქვა ან ბერი გაბრიელი როცა ამბობს წარსულ მეფეზე მან ზუსტად იცის ეს იმიტომ რომ ის დიდი სულიერება იმაშია სწორედ რომ დანახულია ხო და ესე იგი აი ეს მამა ნიკოლოზი და ამიტომაც მქონდა კითხვა რომ ესე იგი აი როგორ იქნება მაინც მე ხო არ ვხედავ თქვა ვერ ვხედავ და შესაბამისად ვერ ვგზნობ კი შენ მეტყვი თქვა და ვინმე მეტყვის მაგრამ შენში თუ არა ეს არ გატარდა რა ძნელია მეფის არა მეც რა თქმა უნდა ვერ ვგზნობ ლაზარე ამას ყველაფერს ვაგრძნობინებს ხო გვიკონკრეტებს ანუ რეალურს ხდის ჩვენ ხვდებით რომ ეს შესაძლებელია და მამა ნიკოლოზს ვკითხე და მეთქი ეს მეფე და აი ახლაც იცი როგორ ჩამრჩა მეხსიერებაში რაც გააკეთა აი ესე გააკეთა ხელით და აი ესეო დუმარებაში ხო დუმარებაში იყო წაღვერში ავედი პირველად თვითონ როდესაც ცხოვრობდა წაღვერში ხო და რო ავედი და ეს რა თქმა უნდა ჩემთვის ტკივნეულ თემებზე დავუწყე პირველ რიგში და ესე აიღო თითი და ესეო ანუ ღმერთი თვითონ დაადებს ხელსო მეფესო მომავალსო მე ხლა ჩემი ცდარი და ასე თქვა დამცრობილი აზროვნებისგან გამომდინარე მაინც როგორ მაეჭმა გავკრა იცი აი გუწფელად მინდა ვთქვა როგორც ახსარება ისე რომ ხო შეიძლება რომ ღმერთმა ამოირჩიოს თქვათ არა ბაგრატიონი მეთქი გესმის ანუ თუ კი ესე დაადებს ხელს აი ესეთი ხო შეიძლება უბრალო ადამიანი რომელიც მაგრამ აი ახლა შენ რო თქვი რომ შეიძლება იმ ბაგრატიონმაც არ იცოდეს რომ ბაგრატიონი კი რა თქმა უნდა აი რეალურად ჩვენ რო აი ახლა რეალურად შეიძლება ვინმეს აი ესეთი კითხვა დაებადოს და თქვას რომ აი საიდან ლაპარაკობს ეს ამას რეალურად რო იმსჯელო ამაზე ხო ნაფიქრი გვაქვს ხო კი რა ბრა მამა გაბრიელი რაც გარდაიცვალა სულ ფიქრობდით დავიდოვა ფიქრი მე თქვენთან ურთიერთობდი ახლა თქვენი ფიქრეთ აბა რას ვამბობდით რას როგორ ურთიერთობდი ხო ნუ მამა ნიკოლოზმაც ესე იცის არ უნდა რომ ადამიანი იყოს გაჩერებული იმისი გონება უნდა მუშაობდეს თვითონ წდებოდეს თვითონ იბრძოდა თვითონ უნდა გახდე ჩამოყალიბდე პიროვნებად არ უნდა რომ შენ იყო რაღაც რობოტივით რომ აი გამოძრავებდეს თქვა კვლევარი უნდა იკვლევდე ხო თუნდაც ხო ნებისმიერი ადამიანი ხო და აი თქვა ბაგრატიონს ერქვა ნუგზარ ბაგრატიონი რო დაინახა ხო ბაგრატიონი ახლა სულელი ხო არ იქნებოდა იყო არის გენია ხო თქვა ან იყო გენია ხო მე ნებისმიერზე არ მომბობ მაგრამ უმეტესი არის სერიოზული მატარებელი აბარა სერიოზული აზროვნების მატარებელი მე რახან ვარ ამგვარიც ხო თქვა ბარდაძე ვარ თუ როგორც არის ხო ესე იგი დაბადებული არა ვარ იმისთვის რომ ქვეყანა მართო ბაგრატიონი არის დაბადებული იმისთვის რომ მართოს ქვეყანა ეს ღმერთისგან არის ნაკურთხი ბაგრატიონის გვარი რომ მართოს ქვეყანა ცალკე არის თემა ის რომ ბაგრატიონის ზოგი გვარგადაკეთებული ვინც არის ხო ეს კი კაი მაგ თემას დავანებოთ თავი ნუ გვარგადაკეთებულია ის ვერასდროს შეიძლება იმან ვერ რაც არ უნდა
იომოს და იხვაწოს ეს ჩემი ბაგრატიონი ვერ გახდება. ხო, ღმერთი იმას არ ამოირჩევს, ხო? ეს თვითონ ცოცხალმა ღმერთმა, მამა ღმერთმა უნდა ქრისტე ღმერთმა და ამოირჩინოს. და წინასწარმეტყველის რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველის ბაგიდან მე ესე ვფიქრობ, თქვათ, და მგონი ესეც არის, რომ გადავხედოთ ბიბლიურ სწავლებას, მეფე დავითი არ მიიყვანეს 12 შვილიდან თუ რაღაც ბევრი ესე ყველა შვილი ოჯახში რომ მივიდა წინასწარმეტყველი ამ ოჯახიდან უნდა იყოსო. ხო, მეფეო და გამოიყვანეს ერთი შვილი, ერთი ბიჭი, მეორე ბიჭი, მესამე ბიჭი, არც ერთი არ აკურთხა წინასწარმეტყველმა, ხო? ერთიც ყავსო რა, აი რაღაც ესე წითური, ასე ვთქვათ, უბრალო, წყემსად იყო დავით მეფე მაშინ, სანამ მეფე გახდებოდა და აძოვებდა ცხრებს. უბრალოების თავში გახვეული. ხო. და და შემდეგ სანამ არ მოიყვანეს პატარა დავითი ახალგაზრდა, ხო? იქამდე წინასწარმეტყველი არ წავიდა სახლიდან, ხო? ესეთი ასეთმა ძლიერმა წინასწარმეტყველმა უნდა დალოცოს, აკურთხოს და თქვას ერის წინაშე ვინ იქნება მეფე. და აი რო არ ვთქვი, ხო? აი ნუგზარი ხო იყო თქვათ ვიღაც, ნუგზარი ბაგრატიონი, თქვათ, ხო? გადაიკეთა იმან გვარი რო დაინახა დევნა ნუგზარაშვილად. ესე იგი სასაცილოა ის გვარი, ნუგზარაშვილია, რა, გამიგე? ამ თქვათ დაიმცრო თავი რა, ასე ვთქვათ რა. შეგნებულად. ხო, არსენ ბაგრატიონი თქვათ, არსენაშვილი, ხო, რა თქმა უნდა. დაიმალა. შეიძლება საერთოდ ესეთი გვარიც არ ყოფილიყო, რაღაც საერთოდ სხვა სასაცილო რაღაცა ეს პიროვნება უნდა დაინახო თვითონ აქვს რწმენისკენ. რა თქმა უნდა, ამას ახლა ჩვენ ვერანაირად ვერ დავინახავთ, ჩემი აზრით. რაც არ უნდა რწმენისკენ მიდრეკილება კონდეს და ვაჟკაცობისკენ და მეომრობისკენ, მეომრული სული კონდეს, ხო? ეს უნდა თქვას წინასწარმეტყველი. რომელსაც ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას, რომ ვათქმევინოთ, ერი არ აძლევს ამას უფლებას რა, ერი არ არის მომზადებული. ხო, მზად არ არის, უფლებას კი არა, უბრალოდ ჩემი აზრით. რა ჩვენც არ ვართ გონი. ხო, უბრალოდ რა არის, უფლება იმას კი აქვს, უბრალოდ ის ელოდება ჩვენს მომწიფებას იმისთვის, რომ ჩვენ ეს მისი ნათქვამი გავითავისოთ. ხო, ის უნდა ვარჩინოთ, ხო არის ესე? ხო, როგორ? ის უნდა ვარჩინოთ. აი რატო არის? არ არჩენდნენ სააკაშვილის. ან საერთოდ სააკაშვილი ეკითხებოდა? სააკაშვილი უბრალოდ ეკითხებოდა? თავს არჩენინებდა. თავს არჩენინებდა, ხო. ხო, ყოველ შემთხვევაში რა არის, ეს რატო ხდება მაინც ჩემი აზრით, იმიტომ ხდება, რომ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ამას ფორმალურად აღვიქვამთ. ის იმასაც არ იკადრებს, რაცაც კადრულობდა სააკაშვილი, ხო, თქვათ. ეს ერის მამა ფორმალურად აღვიქვამთ. მე ახლა მაგალითად ესე მაქვს წარმოუდგენელი რა. მეფე ეს არის, ასე ვთქვათ, მიწიერი ტახტის ზეციურ ტახტთან შემაერთებელი. ანუ ტახტი მიწაზე რო დგას, მეუფის ტახტი საკურთხეველში ხო შედიოდა აღსავლის კარიდან მეფე. ანუ სასულიერო პირი იყო რა, ნახევრად. გარე ეპისკოპოსსაც ეძახდნენ თუ რაღაც ასეთი ზეწოდება ჰქონდა და ესე იგი მეფე ეს არ არის უბრალოდ ფორმალური, ასე ვთქვათ, გვირგვინის მფლობელი. მეფე არის დამაკავშირებელი ერის და ბერის, ხიდია. და ეს შეგნებულად არის ჩანეწილი, რომ ერი დარჩეს ცალკე, ბერი დარჩეს ცალკე. ანუ მეფის მნიშვნელობა ჩვენ დღეს გვაქვს დავიწყებული. მეფე გონია, ესე იგი, როგორც ჩვენი აზროვნება, ისე გონია, რომ აი სიმდიდრით და რაღაც პატივით პრივილეგირებული ადამიანი და ამ დროს მეფეა ყველაზე მძიმე ჯვრის მატარებელი ისტორიულად ასე იყო. მეფეები თავსდებდნენ, მეფეები თავს წირავდნენ, მოწამე მეფეები. ჯერ რამდენი მოწამე დედოფლები, მეფეები, აბა რა. რომელ გვარშია? ქრისტეს მოწამეობრივი და აღსრულებული ადამიანები და მეფე არის ჩვენთან მეფე არის მოწამეობა. უფრო თქვათ, ვიდრე პრივილეგიები და სიმდიდრე და სამწუხაროდ ჩვენ აი შენ რო დაიწყე დღეს საუბარი. ჩვენ ისეთ პროპაგანდისტულ მანქანას მიჩვეულები, ისეთ დროში დავიბადეთ, რომ მეფე ეს არის ანუ მდიდარი, რაღაც ჩაგვრელი, რაღაცა სულ მუდმივად უპირატესობის მქონე ადამიანი და სინამდვილეში შეიძლება კი არა სულ პირიქით და ისტორიულად ყოველ შემთხვევაში ასე იყო.
ხო, მაგრამ უპირატესი არ იყვნენ საბჭოთა კავშირის დროს, ვინც იყვნენ პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ვინც იყო, ხო, როგორ ცხოვრობდნენ ეს. ხო, ისინი იყვნენ უპირატესი იმის ხიზილალიანი პურის ჭამაში და ხო. ტვირთის ტარებაში არ იყვნენ, ანუ ტვინი სულ დაინტერესდებოდათ, ხო? სუქდებოდნენ ნელ-ნელა, და ჯერჯერობით მე მგონი წარმატებით ვაგრძელებ ჭყალებში ამ გზას და იმიტოა რომ ჩიხია და ისტორია 9 აპრილი მოხდა, გვეგონა რომ აი რაღაც გაიხსნა აზროვნება, გონება, ხალხი 9 აპრილს ხო რაღაც სასწაული ეს იყო. აი კიდევ ვიტყვი, მამა ნიკოლოზის ხელნაწერებია აქ. დავით აღმაშენებელზე რა აქვს მამა ნიკოლოზს ნათქვამი. თქვენ ერთი წუთითაც კი რომ ნახოთ აღმაშენებლის სახე დიდგორის ველზე, ვერავინ დაგარწმუნებთ, კაი კაცი იყო. ბოროტს რომ გულში სიძულვილი ჰქონდა, იმაზე დიდი სიძულვილი ჰქონდა დავითს. ესე იგი როგორც შენ თქვი, ხო ლაზარე, რომ წმინდანი ხედავს ნაღდ ისტორიას, ხო? წმინდანი ასე ვთქვათ, თუ სულიერებაში ყოფის ადამიანი, რომელიც დიდ სულიერებაში იყო. აღღვევს დროს და სივრცეს, პირდაპირ ხედავს, ეხება. ხო, ფაქტიურად ეს მე არსად არ მაქვს გაკითხული და არც გაგონილი დაახლოებით ამდაგვარი რამ, რომ ბოროტს რომ გულში სიძულვილი ჰქონდა, იმაზე დიდი სიძულვილი ჰქონდა დავითს. ესე იგი ამ დროს ხო, როცა ომია, ესეთი რაღაცა ტრისადმი დამოკიდებულება. ტრისადმი დამოკიდებულება. აი მამა გიორგი ბასილაძეც ამბობს, გარდაცვლილი ხო, მამა გიორგი. ხო, დავით აღმაშენებელს ისეთი დიდი სულიერება ჰქონდა, რომ ის არის რომ მოფრინავდაო, ის არის რომ ნასროლ ისარსო იცდენდაო, დავით ხედავდაო, არა აი როგორი იცელდა, იცი რომ ნასროლ ისარს ხედავდა როგორც კინოში შენელებული კადრი. წარმოგიდგენია? ნუ აკონტროლებთ. ხო, კინოში შენელებულ კადრს რომ ხედავდა, ის არის რომ მოფრინავს, ხო? შენ მე ამ ისარს იცელ, ასე ვთქვათ. ასეთი საინტერესო აი კიდევ ისე თქვა მინდოდა რომ გამომრჩა ეს მონარქიასთან დაკავშირებით, ხო, მეფის ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომ აი ხალხიც იმასაც ხშირად გამიგია, რომ ახლა თავადაზნაურობა გვინდა, ახლა ჩვენ და რაღაც ესეთი, ხო? მიაღწევ რამე ეს მიცენ იმ ადამიანს აზნაურობა, რა ვთქვათ, მე რატო უნდა მქონდეს შური? ვთქვათ, ბრძოლაში დაწინაურდები საქართველოსთვის რამეს გააკეთებ, ან გმირობას ჩაიდენ საქართველოსთვის ბრძოლაში, ხო? მიცენ იმას თავადობა იქნება თუ აზნაურობა. რა არის ამაში ცუდი, ხო, ვთქვათ. ფიზიკოსი ხარ, მიაღწიე რაღაცა ისეთი, რომ ქვეყანას გამოადექი, ხო? ატომური ბომბი ვთქვათ, ბატონო. მიცენ იმ ადამიანს თავადობა, ვთქვათ, ერისთავობა, ან რაღაც ესეთი, ხო? იმ ადამიანს, კერძოდ იმ ადამიანის გვარს, იმ ადამიანის გვარის შტოს, ხო? აი რა არის ამაში ცუდი, ხო? აი ეს მინდოდა მეთქვა. ხო, ესე იგი, იმიტომ რომ ჩვენ აღვიქვამთ უკვე ასე ვთქვათ, წინმავალ ადამიანს, აღვიქვამთ არა როგორც წინამძღოლს, არამედ როგორც თავმჯდომარეს, ამ სიტყვის სრული თავზე რო დაგაჯდება, ის ითვლება, ხო, წინმავალი ალბათ უფრო ქრისტიანული გაგებით ყოველ შემთხვევაში პირველი ის არის, ვინც უკანასკნელია. ვინც ბოლო ადამიანს გრძნობს, აი ყველაზე ნაბსკერს და ესეთები იყვნენ ის ჩვენი მეფეები და ალბათ რაც აი რატო საინტერესო ეს საუბრები იცი გია, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვიბერებით ამ ისტორიით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ინფორმაციით ვიბერებით, შიგთავსი არსი არ ვიცით და მე გაბღენძილები დავდივართ. იმ ისტორიის ნაკითხი, თქვათ, ვინც კითხულობს, მაგრამ იმ ისტორიის განცდა კიდე სხვა თემაა. და ჩვენ რო იმ ისტორიის განცდა გქონდეს, ამაყები კი არ ვიქნებით მარტო ამ სიტყვის ცუდი გაგებით. ანუ გაამპარტავნებული, არამედ შეიძლება პირიქით უფრო მივხვდეთ და ვიგრძნოთ, რომ ვისი შთამომავლები ვართ, რომ უფრო ვიქნებით, უფრო დამდაბლებულები ვიქნებით. ხო, ნაკლიც გვეცოდინება, და აი ბოროტებაზე რო თქვი, ჩვენ ნაკლიც გვეცოდინება და რეალურად რა არის ეს ნამდვილი მეფობა, ნამდვილი მეომრობა, ნამდვილი წინამძღოლობა. ეხლა თავადაზნაურობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ისტორიას იდეალიზებაც არაა სწორი.
და იქა იყო მთელი რიგი მონაკვეთები საქართველოს ისტორიაში უმძიმესი, მაგრამ ადამიანი რო ომში ხარ გამოჩენილი და ესე იგი პირველი მებრძოლი რო ხარ, პირველი რო ხდები ტრისტყვიას, რატო არ გეკუთვნის შენ? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ აი სამწუხაროდ ესე დროში გვიხდება ცხოვრება. თუნდაც ახლა მამა ნიკოლოზი ამბობდა ესეც საინტერესო ვერსიას თუ საინტერესო ლაპარაკი იყო საუბარი მამა ნიკოლოზთან, რომ არისო ვერსია არისო, მხოლოდ, ხო? ის ამბობს, ამას დარწმუნებით და კატეგორიულად არ ვთქვია ეს მამა ნიკოლოზი. არის ვერსია, რომ სტალინი იყო ბაგრატიონი. იმაზე არაა ლაპარაკი, ბოროტი გენია იყო თუ კეთილი. უბრალო კაცი გენია ვერ გამოვიდოდა. სტალინმა სტალინგრადის აღების ოპერაციას დაარქვა ოპერაცია ბაგრატიონი. ესაც რაღაც საგულისხმოა, ხო? 1950 წელს კალისტრატე ცინცაძემ სტალინს აცნობა, რომ რუსეთს უნდა ეღიარებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. სტალინმა რუსეთის სინოდი დაიბარა და გადასცა. სადამდე უნდა იყოთ ესეთ კამათში, უბრალოდ უთხრა, ხო? და საკმარისი იყო ამის შემდეგ რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ეს ხო საკმარისია, ესე იგი საქართველოსთვის ვთქვათ, უდიდესი ხო, რაღაც საკმარისია როგორ, შეიძლება ეხლა რატო ლაპარაკობ ყველაფერ ამას, ხო, ხან შენ წერან ბრძანე, ხო, ლაზარე, ის რომ ერთად აღებული ყველა მეფე თითქმის მიიღო რუსეთმა, რაც ბაგრატიონების ბუკეტი. ასე ვთქვათ, მაპატიოს ხა ასეთი გამოთქმისთვის. აი რუსეთის მეფე ნიკოლოზ მეორე, ხო, როგორც მეფე ნამდვილი და დიდი მეფე იყო. მანა იყო რუსეთის წინა მეფეების ცოდვები თავის თავზე საქართველოს წინაშე, რაც მიუძღოდათ, ხო, დანაშაული. ხო, კი, კრავივით დაიკა და ესეთი მეფე. რუსეთის ამ წმინდა ნიკოლოზ ახლა იმპერატორი, ნახევარი მსოფლიოს ბატონი იყო და თავი დადო როგორც ბატკანმა.